გამარჯობა მეგობრებო, დღეს მინდა ვისაუბრო მიხეილ ყაველაშვილის მეუღლის გამოსვლაზე თეთრ სახლში და იმ რეაქციებზე, რომელიც მოჰყვა ამ გამოსვლას და პირველი რაც მინდა აღვნიშნო, არჩილ გამზარდიას სტატუსიც ვნახე ამ თემასთან დაკავშირებით და ის სწორად ამბობს ამ შემთხვევაში, რომ ამერიკაში აქცენტს და ზოგადად საჯარო ლაპარაკისას დაშვებულ ლაფსუსებს არავინ ყურადღებას არ აქცევს და პირიქით აქცენტზე აქცენტის გაკეთება ძალიან ცუდ ტონად ითვლება ამერიკაში თუ რა თქმა უნდა ვიღაცა კანზასელი რასისტი არა ხარ, რომელსაც აღიზიანებს მაშასადამე ემიგრანტული აქცენტებით ინგლისური ენის მუსიკალურობის დარღვევა. და მით უმეტეს არც public speaking-ში დაშვებული შეცდომები უკვირს ვიღაცას ამერიკაში, იმ ქვეყანაში, სადაც ჯორჯ ბუში იყო მაგალითად პრეზიდენტი, დენ ქუეილი იყო ეგეთი პიროვნება კიდე, რომელიც საოცარი გამონათქვამებით გამოირჩეოდა, დონალდ ტრამპი ბატონო, რომელიც ხანდახან გამოდის ხოლმე და თუ ხარ ადამიანი რომელიც ის პოლიტიკურ მოღვაწეობას მხოლოდ ტაბულას ქარდებით არ იცნობ, არამედ იცი ზოგადად რას ლაპარაკობს ყოველდღე, ისიც გეცოდინება, რომ მაგალითად შეიძლება გამოვიდეს პრეზიდენტის რანგში, მიმართოს ოფიციალურ პირებს, სტუმრებს და თავისი მეგობრების და გოლფის პარტნიორების პენისის ზომაზეც ისაუბროს. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თავად მელანია ტრამპი არ ლაპარაკობს მაინც და მაინც თავანკარა ინგლისურით და ძალიან ღრმა აქცენტიც აქვს. შესაბამისად, ეს საერთოდ არ არის პრობლემა. ჩემთვის პირადად პრობლემა არის ის თუ რას წარმოადგენს ეს ქალბატონი მიხეილ ყაველაშვილის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, რომელიც გამოდის საქართველოს სახელით ამ ტიპის სამიტზე. და ამ ყველაფერზე რეაქციების შემდეგ რა შეფასებებს გვთავაზობენ სახელისუფლებო წრეები და ის ადამიანები, რომლებიც რაღაცნაირად ემპათიისკენაც მოგვიწოდებენ, რომ არ შეიძლება რომ ამ ადამიანის მიმართ დამცინავი დამოკიდებულება იყოს, ანუ რაღაცა იუმორისტული დამოკიდებულება, რომ ესე იგი თურმე უმაღლესი ეშელონის და უმაღლესი კაბინეტის და ადმინისტრაციის, საპრეზიდენტო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც არის იმ ქვეყანაში ხელდასმული, სადაც ადამიანებზე ძალადობს სისტემა მუდმივად, სადაც ადამიანებს ციხეში ამწესებენ პოლიტიკური ნიშნით და სადაც მთელი სასამართლო სისტემა და მართლმსაჯულების სისტემა გადაქცეული არის პოლიტიკური შურისძიების და არასამართლიანობის და არასამართლის აღსრულების ინსტრუმენტად, აი ამ ქვეყანაში რომ თურმე რიგითმა მოქალაქემ გაბედოს და რაღაცა იუმორისტული კომენტარი გააკეთოს აი ამ ძლევამოსილი პოლიტიკური გუნდისა და მოძალადი აპარატის ერთ-ერთ წარმომადგენელზე, თურმე ეს ყოფილა პრობლემა და ეს ჩემი აზრით ძალიან დიდი ფარისეულობა არის. მე შეგახსენებთ, რომ როდესაც ბულინგზე ლაპარაკობენ ხოლმე, აი ეს მიკვირს ძალიან იმ ადამიანებისგან, რომლებიც ხელისუფლებაში არიან და უდიდესი ძალაუფლება უჭირავთ ამ ქვეყანაში, მათ შორის სისტემური ძალაუფლება, რომელიც კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალადობს თავის მოქალაქეებზე და მათ შორის პოლიტიკოსებზე და ჩვენ ელენე ხოშტარიას შემთხვევაც ვნახეთ, რომ ის აბსოლუტურად არაპროპორციულად არის დასჯილი, წელიწად ნახევარი აქვს მის ჯილი პლაკატზე რაღაცა წარწერის გაკეთებისთვის და აი ამ სისტემის წარმომადგენელი, რომელიც ქართველი ხალხის რეპრეზენტატორიც არ არის, იმიტომ რომ პირდაპირი არჩევნები გაუუქმა საქართველოს მოსახლეობას, ქართულმა ოცნებამ, იმიტომ რომ იქ რამდენჯერაც ქართველი ხალხის თუნდაც მათ მიერ ხელდასმული პრეზიდენტი აირჩია ქართველმა ხალხმა, იქ ხალხის ლეგიტიმაციის მქონე დამოუკიდებელმა ინსტიტუციამ და დამოუკიდებელმა კაბინეტმა, ასე ვთქვათ, რაღაცა წინააღმდეგობა გაუწია ამ ხელისუფლებას და რაღაც თავისი აზრი გამოთქვა. და შესაბამისად, აი ეს ყველაფერი თავიდან რო აეცილებინათ და რაღაცა მარიონეტი რო დაესვათ თავიანთ ჭკუაზე, აი ეს ადამიანი შემოგთავაზეთ და აი ამ ადამიანის და აი ამ ინსტიტუციის და აი ამ პოლიტიკური გადაწყვეტილების რეპრეზენტატორი იყო ეს ქალბატონი იქ და ამაში არის პრობლემა და არა იმაში თუ როგორ ლაპარაკობს ის ინგლისურად. და როდესაც გველაპარაკებიან ჩვენ იმაზე, რომ თურმე, ესე იგი, არ შეიძლება რომ დამცინავად და იუმორისტულად მიუდგეთ ადამიანს, რომელიც ნერვიულობდა, მე ასევე შეგახსენებთ, არაერთხელ შემიხსენებია მანამდეც, რომ ადამიანები, რომლებიც ზეიმობენ ხოლმე ევროპაში და ზოგადად დასავლეთში კონსერვატორული ძალების გამარჯვებას პოლიტიკურ პროცესებში, ხშირად ამბობენ, რომ აი რა კარგია ეხა რასიზმული და ჰომოფობიური და სხვა ტიპის არაპოლიტკორექტული ხუმრობების გამო რომ ხალხს აკენსელებენ, ეხა ვეღარ დააკენსელებენ და აი ამას ტაშს უკრავენ, რომ ესე იგი იუმორი გადარჩა და ამ დროს თურმე საქართველოს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელსაც იზღადარჩენია, რომ Facebook-ზე რაღაცა იუმორისტული სტატუსი დაწეროს და მაგის გულისთვისაც შეიძლება დაიჭირონ ცოტა ხანში, ეს თურმე უდიდესი პრობლემა არის. აი ამაში არის პრობლემა, აი ამ რეპრეზენტაციაში და აი ამ ფარის
ღირსეულობაში არის პრობლემა და არა იმაში თუ როგორ ლაპარაკობს ეს ხალი ინგლისურად. საერთოდ არანაირი პრობლემა არ არის. გინა ქართულად ელაპარაკა, გინა ინგლისურად ელაპარაკა, რა ენაზეც არ უნდა ელაპარაკა და რა უშეცდომოთ და უაქცენტოთ რო გამოსულიყო და დიკენსის ინგლისურით რო ელაპარაკა, მაშინ ვეტყოთ რომ ხო აი ყოჩა. ესე იგი ჩვენ ყველანი დავსხდებოდით და ვიტყოდით რომ რა კარგი არის, როგორ ეს სიამოვნა ყურს აი ეს შესანიშნავი გამოსვლა ამას ვიტყოდით. ანუ ამაში არ არის პრობლემა. უბრალოდ ეს არის ერთ-ერთი თემა, რომელსაც იუმორისტულად და ხუმრობით ადამიანები ხშირად ჩაეჭიდებიან ხოლმე და იყენებენ იმისთვის, რომ თუნდაც პროტესტის ფორმად გამოიყენონ ჩაგვრელი ხელისუფალის მიმართ რაღაცა ტიპის დამცინავი კომენტი. რომელ დამცინავ და რომელ ემპათიაზე ვლაპარაკობთ, როდესაც ეს ხალი არის ადამიანი, რომელიც წარმოადგენს ინსტიტუციას, ანუ საპრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომლის ნაწილიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც აქვეყნებს ხოლმე აუდიო ჩანაწერებს, რომელშიც ქურდული სამყაროს წევრები ერთმანეთს შევაწყობას აყენებენ და ამ შევაწყობის მიზნით ხშირად იყენებენ ხოლმე იმავე ტერმინოლოგიას, რა ტერმინოლოგიასაც იყენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მაგალითად აკაცუკს. და მაგალითად ახსენებენ ხოლმე შევაწყობელ კონტექსტში ერთ-ერთ რომელიღაცა პროტესტის რომელიღაცა მონაწილის სახელ და გვარს. ამ ტიპის ფრაზეოლოგიის ჩასმა, აი ამ ქურდული სამყაროს დაკავების დროს რომ აქვეყნებენ ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტროს აუდიო ჩანაწერებს, იქ ამას ინფორმაციული მნიშვნელობა საერთოდ არ აქვს არასდროს. იქ აკაცუკს დაუძახებს ერთი ძველი ბიჭი მეორეს თუ ბალანდიორს, არანაირი ინფორმაციული მნიშვნელობა მათ დანაშაულს, როდესაც გვაწვდის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აქვს. ერთადერთი მიზანი, რის გამოც აი ამ ტიპის ფრაზებს ტოვებს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ჩანაწერებში, არის ის, რომ კრიმინალების პირით ირიბად თავის მოქალაქეებს, რომლებიც მათ პოლიტიკურად ეწინააღმდეგებიან, მიაყენონ შეურაცხყოფა და მათი ავტორიტეტი და ღირსება შელახონ აბსოლუტურად ყველა დონეზე. და აი ამ ესეთი სისტემური აუდიო ჩერეს ძველი ბიჭებით ძალადობა, როდესაც არის აი ამ ხელისუფლების წარმომადგენლის მხარდამჭერები და მათ მიმართ რაღაცნაირად ისე შუაში სწორად განწყობილი ადამიანები ნამუსობენ და გვეუბნებიან, რომ თურმე ეხა 1-2 დამცინავი სტატუსი რო დაიწერა, ეს არის რა საშინელება. ეს არის იმ საპრეზიდენტო კაბინეტის და იმ საპრეზიდენტო ადმინისტრაციის წარმომადგენელი ეს ხალი, რომელმაც სინდისის პატიმრების მშობლები გამიზნულად ალოდინა. მთელი დღის განმავლობაში ციხის კარებთან არ შეიძლება რომ ვიღაცა მისულიყო იქ სტაჟორი გაეგზავნათ ან Facebook-ზე დაეპოსტათ, რომ არ ვაპირებთ, რომ შეწყალება გამოსცეს პრეზიდენტმა და ნუელოდებით ტყუილად და იმედი, აი მთელი დღის განმავლობაში ფუჭი იმედით დააყუდეს ეს ადამიანები და აი ამ ტიპის ფსიქოლოგიური ძალადობა რომ განახორციელა იმ საპრეზიდენტო ადმინისტრაციას წარმოადგენს ეს ხალი. აი ამაში არის პრობლემა. და აი ამ ხალხის მიმართ მოგვიწოდებენ ემპათიას თურმე და იმას რომ ნუ ვიხუმრებთ ხა ერთს ან ორს ამ თემასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც ეს არის ხალხი, რომლის შეწყალების აქტითაც და ეს მთისამბებით მაგააშუქა ცოტა ხნის წინ, გამოდიან ადამიანები, რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ბრალი განზრახ მკვლელობაში და რომლებსაც რეციდივი აქვთ ამ დანაშაულზე გაკეთებული. აი ეს ხალხი ყავთ გამოშვებული და ერთიანობაზე და ემპათიაზე გველაპარაკებიან და აი ამ ერთიანობის დემონსტრირებას და ამ პასუხისმგებლობას კი არ იღებს საკუთარ თავზე ხელისუფლება, არამედ პირიქით შეურაცხყოფას აყენებს თავის მოქალაქეებს და ჯიბრში უდგება. და როდესაც ვიღაცა ლაპარაკობს, ანუ დასჯილი ყავთ ადამიანი პლაკატის გულისთვის ჩასვეს იმაში ციხეში წელიწადნახევრით და ამას არ აკმარენ მთელ თავის ადმინისტრაციულ და ტროულბოტ რესურსს ახმარენ იმას, რომ ეს ხალხი შეასიონ რაღაცა პოსტებს იმედზე, ან რომელიღაც პროპაგანდისტულ პეიჯზე და ზემოდან კიდე აგინებინონ ამ ხალხს და იმ ხალხს, რომელსაც რაღაცა ელემენტარული პატარა პროტესტი უჩნდებათ, რომ ვიღაცა ადამიანი შეიძლება სულაც არ იყოს აკაცუკების და ნაციონალების მხარდამჭერი, იმ ადამიანს რომ არ გაუჩნდეს იმის თქმის სურვილი, რომ იქნება ცოტა ზედმეტი მოგივიდათ, აი ამ ადამიანებმაც კი რომ არ დაწერონ ეს, მაგის გამო უშვებენ არმიას ტროლბოტებისა, რომ აგინონ და შევაწყობა მიაყენონ თავიანთ მოქალაქეებს და ეს ხალხი გველაპარაკება ჩვენ იმაზე, რომ თურმე ემპათიურად უნდა ვიყოთ განწყობილი აი ამ სისტემის წარმომადგენლის მიმართ.
თორე რავი ეხა ინგლისურად ძალიან თავანკარა ინგლისურით საუბრობ ძალიან ხშირად მიმიღია კომპლიმენტი იმაზე რომ უაქცენტო ინგლისურით ვლაპარაკობ მაგრამ მე ოფიციანტი ვარ და სულ ყველას ყლეზე კიდია როგორ ვლაპარაკობ ინგლისურად მადლობა კარგად ბრძანდებოდეთ